გამარჯობა, თავისუფალი არხის ეთერში არის ბლიც ინტერვიუ მარიამ ჟვერიასთან ერთად. დღევანდელი გადაცემის სტუმარი იქნება პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა. გავრცელდა ინფორმაცია თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების შესახებ. როგორ ფიქრობთ, ეს არის ცალკეული შემთხვევა თუ განახლდა გამოსახლებები? ხელისუფლება თქვენით, რომ ეს გამოსახლებები პერიოდულად რამდენჯერმე შეაჩერა და ყოველთვის ეს დაკავშირებული იყო ქვეყანაში ქვეყნის შიგნით რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენებთან. ბოლო ხმაურიანი გამოსახლება იყო შარშან ზამთარში კეკელიძის ქუჩაზე და საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას არ აწყობდა, ასე ვთქვათ, ამ თემის აქტუალიზაცია და კარგ ხანს გამოსახლებები იყო შეჩერებული. ეხლა როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ რადგან საპროტესტო აქციებზე უკვე ბევრი ხალხი არ დადის და რაღაცა ასე ვთქვათ, თავისი მდგომარეობა გაიმყარა, ჩემი აზრით ეს იყო სატესტო გამოსახლება. დააკვირდებიან საზოგადოების რეაქციას, მედიის რეაქციას, როგორი იქნება თვითონ უშუალოდ ამ მოვალეების რეაქცია. და თუ ნახა რომ დიდი არაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ახსნების ეროვნული ბიუროდან, რომ ასობით ასეთი გამოსახლება უკვე არის ჩაისული როგორც თბილისში, ისე რეგიონებში და ყველა ამ ადამიანს სექტემბრიდან ჩამოუვლია და შეიძლება სექტემბრამდე, აგვისტოში ხელისუფლებისთვის უფრო მოსახერხებელია ამ პროცესების წარმოება და დატოვებენ ღია ცის ქვეშ, როგორც აკეთებდნენ ამას წლების განმავლობაში. ბატონ კახა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძეს წარადგენს. თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი აპირებდნენ კალაძის ტრემალაძით ჩანაცვლებას. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ველოდოთ წინა საარჩევნოდ ქართულ ოცნებაში რაიმე შედაპირისპირებას? რა თქმა უნდა, ეს ამას დაპირისპირებას ვერც დავარქმევთ ჩვენ, იმიტომ რომ დაპირისპირება ნიშნავს, როდესაც არსებობს რაღაცა ერთი ორგანიზმის შიგნით ორი გუნდი. ქართულ ოცნებაში არანაირი ორი გუნდი არ არსებობს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მთელი ქართული ოცნება ეს არის დანარჩენი მისი ყმები. უბრალოდ თუ ვინმე გამოამჟღავნა ხოლმე ამ ყმებში ივანიშვილი ძალიან ასე ვთქვათ დეტალურად აკვირდება, რომ ვინმე თავი წამოწია, ან დამოუკიდებლობის ნიშნები გაუჩნდა, ან რაღაცა ავტორიტეტი გაუჩნდა, რა თქმა უნდა ივანიშვილისთვის ეს ფიგურა ხდება მიუღებელი და კარგად გვახსოვს, რომ ზუსტად ამის გამო მოიშორეს თავის დროზე კვირიკაშვილიც, ამის გამო რომ ავტორიტეტი შეიძინა მოიძორეს თავის დროზე გახარიაც. ღარიბაშვილიც კი ახლა რომელზეც ვერ ვთქვით, რომ ძალიან პოპულარული პრემიერი იყო, მაგრამ რაღაცა თავისი ფან-კლუბი იმასაც ყავდა და ამის გამო გახდა მიუღებელი. კახი კალაძეც არის მიუღებელი მხოლოდ ამის გამო, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის არ არის ისე ბოლომდე კონტროლირებადი და ბოლომდე ასე ვთქვათ მონური მორჩილებით ასე ვთქვათ გამოკვეთილი, როგორც დარჩენილი ჩინოვნიკები. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია, რომ კალაძის ადგილად დასვას რომელიმე ასე ვთქვათ მისი ჩინოვნიკი, რომელსაც აი ღარიბაშვილივით როცა უნდა SMS-ით მოხსნის და დანიშნავს, თუმცა არის მეორე პრობლემაც აქ, მეორე დილემაც, რომ რა თქმა უნდა, არავის არ აწყობს ახლა კახი კალაძე ან ოპოზიციაში, ან ქართული ოცნების მიღმა და გარდა ამისა, თბილისის მერობის არჩევნები მაინც ისეთი საკითხი არის, რომ თუ ქართულ ოცნებას არ ეყოლა პოპულარული კანდიდატი და უცებ ოპოზიციაში ეთანხმდა ერთიან კანდიდატზე, რომელიც პოპულარული იქნება, შეიძლება ხელისუფლება თბილისი წააგოს. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე კალაძის შეცვლა ხელისუფლებას თბილისის მერად მაინც გაუჭირდება, თუმცა ზოგადად ის ივანიშვილის სამიზნეში აუცილებლად დარჩება და ივანიშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება, რომ კახი კალაძეს ეკავოს რომელიმე ქვეყანაში ელჩის, ამ პარლამენტის წევრის ან რომელიმე სხვა ასეთი უაზრო თანამდებობა. ბატონ კახა, აქ ვკითხავთ, თქვენი პარტია თავისუფალი საქართველოს თუ ჩამოყალიბდა, იმის შესახებ აპირებთ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? ჩვენ ვსჯელობთ ამის შესახებ და ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში საბოლოოდ ჩამოყალიბდებით. გეტყვით პირდაპირ, რომ პარტიის წევრების და ხელმძღვანელების უმრავლესობა იხრება იმ მოსაზრებისკენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. თუმცა არის ბევრი ორგანიზაციული და ფინანსური საკითხი, ან უფრო მარტივად რო ვთქვათ, თავისუფალი საქართველო ეს არის ერთადერთი პარტია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც არასდროს არ ყოფილა ხელისუფლებაში, არასდროს არ მოგვიპარავს ბიუჯეტი, თქვენით ქართულ არჩევნებში და ქართულ პოლიტიკაში სხვა ფინანსები გარდა ხაზინის ნაძარცვიფულისა არ არის, ამიტომ ელემენტარულად თუ შევძელით ამ ფინანსური რაღაცა მატერიალური საკითხების მოგვარება, რომ თუნდაც არჩევნებში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები დავფაროთ, მე ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკურად არის სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ კი არა, რომ არ გვისმის, რომ გაყალბება ყოველთვის იყო, რომელი ხელისუფლების დროს არ იყო. შევარდნაძის დროს არ იყო, იმის რა ქვია, სააკაშვილის დროს არ იყო თუ როდის არ იყო გაყალბება. გაყალბება არ არის ის არგუმენტი, რომლის გამოც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ვიტყვით. საბოლოო ჯამში მაინც ეს ხელისუფლება უნდა დაიშალოს არჩევნებზე. ის რომ დღეს ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ჩვენ უნდა სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. ამისი მთავარი მიზეზი არ არის გაყალბება, კი გაყალბება მნიშვნელოვანი არგუმენტია, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ის, რომ ხალხი ვერ ხედავს ამ ხელისუფლების ალტერნატივას და ის ალტერნატივა, რომელსაც ხედავს, ეგრეთ წოდებული პროდასალური ალტერნატივა, მიიჩნევს, რომ ამ ხელისუფლებაზე უარესია. ანუ ჩვენ თუ გვინდა, რომ შეიძლება ეს არ მოხდეს ეხლა, მაგრამ თანდათანობით ხელისუფლება შეიცვალოს,
ხალხმა უნდა დაინახოს ის პოლიტიკური ძალა და ჩვენ გვაქვს პრეტენზია რომ ეს უნდა იყოს თავისუფალი საქართველო, რომელიც ქართულ ოცნებას თუ გავუშვებთ, იმაზე უარეს არ დაატრიალებს. ეს არჩევნებზე უნდა დაინახოს საზოგადოებამ, აქ კაბინეტებში არავინ არ მოგვაკითხავს და არც სახლებში არავინ არ მოგვაკითხავს და არჩევნები არის ის ერთადერთი ველი და არენა, სადაც შეიძლება ქართულმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღოს. კახაკალაძის განცხადებით ევროკავშირის ელჩი გასაგდებია, თუმცა ჩვენ მანამდე მოვისმინეთ ბრიუსელის განცხადებას საქართველოს მიმართ და მისი ულტიმატუმი. როგორ ფიქრობთ, რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობის დაპირისპირებას ბრიუსელის მიმართ? ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ შეიძლება ნაწილობრივ ვიზიარებდეთ ხელისუფლების პოზიციას. ჩვენ არ უჭერთ ხარ, ჩვენ ვართ ოპოზიცია ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ჩვენ არ უჭერთ გარეთ ძალების ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ეს ცალსახად მინდა ვთქვა. არც ბრიუსელის ულტიმატუმი ჩვენთვის მისაღები არ არის საქართველოს მიმართ და მე ვფიქრობ, რომ ვინც ჩააწერინა ბრიუსელის, ასე ვთქვათ, ევროკომისიას ამ ულტიმატუმში საკითხი, რომ LGBT კანონი, LGBT პროპაგანდის შემოღწევი კანონი უნდა გაართულდეს საქართველოში, ის არის ელემენტარულად ან იდიოტი არის, ან პირდაპირ მუშაობს ივანიშვილის დავალებით და არის ივანიშვილის ლობისტი, იმიტომ რომ დღეს ამ ულტიმატუმს იყენებს ქართული ოცნება თავისი პროპაგანდისთვის. ამიტომაც მე ამ საკითხში მხარს უჭერ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომ ბრიუსელის ულტიმატუმი მისაღები არ არის, თუმცა ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც. ჩვენ და გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ დიდი ხნის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა და საქართველოს სახელმწიფო ყველას მხრიდან იზოლაციაში ვერ იქნება. ჩვენ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რუსეთთან ისედაც გვაქვს პრობლემები. ეხლა დასავლეთის მხრიდანაც თუ საქართველო მოექცა იზოლაციაში, ეს გამოიწვევს შეიძლება რამოდენიმე თვიან, შეიძლება მაქსიმუმ 1-2 წლიან პერსპექტივაში ჩვენი ეკონომიკის კოლაფსს. ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ ესეც უნდა გაითვალისწინოს, რომ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ პრინციპულ საკითხებში არ უნდა დაუთმოთ დასავლეთს და არ უნდა მივცეთ მას ჩვენ შიდა საქმეებში ჩარევის საშუალება, თუმცა მეორე მხრივ თვითმიზანი არ უნდა იყოს იზოლაცია და ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩვენ უნდა შევეცადოთ რაღაც გარკვეული ისეთი კომპრომისის მიღწევა, რის შედეგადაც ეს დაძაბულობა იქნება არა გაღრმავებული, არამედ აღმოფხვრილი. იმიტომ რომ ერთი არის რომ ჩვენ ხარს უჭერთ ხელისუფლებას იმ საკითხში რაც შეეხება მაგალითად LGBT პროპაგანდის აგზავნას და ჩვენ შევთავაზეთ საერთოდ ეს ხელისუფლებას თავის დროზე და ამის გამო ივანიშვილი ჰომოფობებს გვეძახდა, ესეც ჩვენი წარსულის ნაწილია, მაგრამ მეორე საკითხი არის მაგალითად ვიზა ლიბერალიზაცია. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკა, ოჯახის ეკონომიკა და ოჯახის შემოსავლები მნიშვნელოვნად დამოკიდებული არის ამ ვიზა ლიბერალიზაციაზე. საბრერძეთიდან და იტალიიდან და ესპანეთიდან გამოგზავნილ ევროებზე დგას ჩვენი მოსახლეობა კიდე სულს თუ ღაფავს და არა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. და ეს ხალხი თუ გამოყარეს ევროკავშირიდან, მე არ ვიცი მე თუ აქვს პასუხი ამაზე ან ივანიშვილს ან კობახიძეს რა მოხდება საქართველოში. ესეც არის სერიოზული რისკი, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, თუმცა ამისი არანაირი ნიშნები ჯერჯერობით არ ეთყობა. ანტიკორუფციული ბიურო აცხადებს, რომ მიხაილ ტაძის გარდა სხვა ჩინოვნიკების ქონებრივი დეკლარაციები შეამოწმა, თუმცა ყველაფერი წესრიგშია. მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც ანტიკორუფციული კამპანია არის თუ რაიმე სხვა პროცესის გამოძახილია? ეს სასაცილო არის უბრალოდ, როდესაც საქართველოს მთავრობაში კორუფციას იძიებს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც უпроსად ნიშნავს საქართველოს მთავრობის მეთაური. ეს არის სასაცილო უბრალოდ და არასერიოზული არის. ქართულში არის ასეთი ანდაზარი, მელამ თავის კუდი მოიყვანა მოწმე და ზუსტად იგივე შემთხვევა არის. თუ მთავრობას უნდა კორუფციასთან რეალური ბრძოლა, მე შევთავაზებდი, რომ მაგალითად მე ან რომელიმე სხვა აშკარა ოპოზიციონერი დანიშნონ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად და მაშინ ნახავთ ჩვენ რამდენ მილიარდს იპარავს ყოველწლიურად ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული მაფიოზური კლანები საქართველოს ბიუჯეტიდან. და დღეს ანტიკორუფციული ბიურო ეხლა ნახე მეც ამ რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება და პირდაპირ ამბობს ის ადამიანი რომ აი გომელაური შევამოწმეთო და სუფთა არისო, ის ლილუაშვილი შევამოწმეთ და სუფთა არისო, ივანიშვილი არ შეგვიმოწმებიაო და ის რა ქვია რიჟვაძე ზეპირად არ მახსოვს. პირდაპირ იკითხება რომ ივანიშვილი ხელშეუხებელია, გომელაურთან და ლილუაშვილთან დავლაგდით და რიჟვაძესთან ჯერ გარკვევის პრობლემაა. ამიტომაც ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი. საქართველოს მთავრობა იხჩობა კორუფციაში, მისი აბსოლუტურად ყველა რგოლი და აბსოლუტურად ყველა მინისტრი არ არსებობს საქართველოს არც ერთი მთავრობის წევრი და პარლამენტის წევრი, რომელიც კორუფციაში არ იხჩობა. ოღონდ იმისთვის რომ მტკიცებულებები დაიდოს, გასაგებია რომ ამას მთავრობის კონტროლირებადი ორგანო ვერ დადებს. ამიტომ თუ საქართველოში თუნდაც ამ არჩევნების შედეგად რაღაცა გარკვეული ძროები იქნა, ერთ-ერთი რასაც უნდა მივახციოთ ჩვენ არის ის, რომ ანტიკორუფციული ორგანო ეს უნდა გახდეს ოპოზიციის კონტროლირებადი ორგანო, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციაში. თუ მართლაც გვინდა ჩვენ ვებრძოლოთ კორუფციას, რომელიც არის სერიოზული სენი ჩვენი სახელმწიფოსათვის, არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების ზოგადად ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე.
დიდი მადლობა ბატონო კახა, მე მაყურებლობ შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა გუკავა, ასევე შევახსენებთ, რომ გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ დღე ახალი ამბების გამოშვების შემდეგ მომავალ შეხვედრამდე.